თუ არ მოგწონს შენი შვილის სიარულის მანერა. ბავშვი მალე იღლება, ვერ იტანს დატვირთვას, ფეხსაცმელი ცვდება შიგნით მეტად, ან უფრო მეტად გარეთ. აუცილებელია ჩაიტაროთ ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა. შესაძლებელია საქმე გვაქვს ტერფის პათოლოგიასთან. ბრწყელი ტერფი, ვალგუსი ჰიპერპრონაცია, ვარუსი ჰიპერსუპინაცია, ნამგლისებრი ტერფი, მაღალი თაღი. ეს შემდეგ აღმავალი გზით მოქმედებს, ითრევს მუხს, მენჯბარძახს, ხერხემალს. ამიტომ პრევენცია და დროული ჩარევა გვაძლევს ძალიან კარგი ეფექტის საშუალებას და რაც მთავარია, იცავს ხერხემალს გართულებისგან. გავითვალისწინოთ ერთი საკითხი. სახლში შეიძლება მიხვდეთ არის თუ არა ეს პრობლემა არა მარტო ფეხსაცმლის ცვეთის მიხედვით, არამედ წვივის კუნთები იღებს ან იქსისებურ ფორმას, ან კალისებურ ფორმას. მიაქციეთ ყურადღება ბავშვებს დროულად.